საღამოშვიდობის ქალტონდიანა, მე სიმართლე გითხრათ, ახლა რა ვიცი, ველოდებოდით ყველა ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებული აჟიოტაჟის გამომწვევი თემა წესით არც უნდა იყოს, იმიტომ რომ არალეგიტიმაცია ეს არ არის რაღაცნაირად, თქვათ, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ფურცელზე გაფორმებული სარჩელის შეტანა, ხო? ახლა მე არც იმის ილუზია მაქვს ნამდვილად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე ვფიქრობ, რომ პარტიების ეგრეთ წოდებული სამართლებრივი აკრძალვას აქვს და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის და ყველა იმ ადამიანის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, დღეს სხვადასხვა პარტიებში არიან ეს ადამიანები, აქ არის ერთი მთავარი აქცენტი და ის მიზეზი, რომელიც ქართულ ოცნებას ძალიან დიდი ხანი ჰქონდა, ხო? ანუ ის რატომაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული 2008 წლის ომის გამომწვევი მიზეზები, რუსული სამხედრო აგრესიის პრაქტიკულად გადაწერა ისტორიის და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ეს მთელი, ანუ აი რაღაცნაირად ეს მთელი ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც მიდიოდა იქით, რომ ვთქვათ, საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას რეჟიმის მმართველობაში ყოფძალას, საბოლოოდ უნდა დაებრალებინა საქართველოსთვის ომის დაწყება. ეს იყო ამოცანა, რუსული ამოცანა, ჩემი ძალიან ღრმა რწმენით, ამას დიდი ხანია 2008 წლიდან, რა თქმა უნდა, ამზადებს რუსეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში სამართლებრივად ისედაც და რაც ვერ მოხერხდა. სამიზნეს სწორედ ეს თემა იყო და არა პოლიტიკური პარტიები თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ ძირითადი მიზანი ეს იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ხო, ეხლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ყველა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენს წინააღმდეგ მათი პროპაგანდა, აგრესია და ჰუმანიზაცია ეს ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს იყო მთავარი სამიზნე და მთავარი ძირითადი ლოგიკური ჯაჭვის დასასრული, ხო, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოზე ხა მე როგორც გითხარით, არავითარი რაღაც მოლოდინები არ მაქვს და მეორე ეს არის კიდევ ერთი, ვთქვათ, სანახაობრივი რაღაც განსაკუთრებული მოვლენების შექმნა, იმიტომ რომ ამაზე, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებენ ადამიანები, ეს არის საინფორმაციო ველში, ეს მოხდება ძალიან სერიოზული დოზით და მე ვფიქრობ, რომ ის განსაკუთრებული უსერიოზულესი კორუფციული სქემები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში არსებობდა, ეს არის ღარიბაშვილი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავისი შინაარსით ღარიბაშვილის საქმე ქალტონდიანა არის წარმოუდგენლად მძიმე, ანუ თვითონვე რეჟიმი, რომელიც ადანაშაულებს რამდენიმე ასეულობით მილიონის მოპარვაში, რეჟიმი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა საკეთებდა ღარიბაშვილი და შემდეგ არ მალავენ ამას მეტიც ბრიფინგიდან ბრიფინგამდე ამ თემის აფიშირებას საკეთებენ და ეს ვთქვათ საზოგადოება რაღაცნაირად მთელი დრამატურგიას გვთავაზობენ ამ თემის. ეს არ არის მათი მხრიდან მიჩქმალური რაღაც ჟურნალისტებმა რომ დაადგინეს თითქოს სადღაც გამოძიება დაიწყო, პირიქით ეს არის გამოტანილი საჯაროდ, ამიტომ ეს ვთქვათ თუ ეს მძიმე თემა, ისინი მუდმივად ამაზე აკეთებენ აპელირებას. მძიმეა მესმის, მაგრამ ვამბობ, რომ ამის გადაფარვისთვის არ წამოიწყებდნენ პარტიების ამბავს, იმიტომ რომ ეს მათი მხრიდანვე არის ეს თემები აფიშირებული. მე არ ვამბობ, რომ ისინი ჩქმალავენ, ისინი ისეთი რაკურსით აწვდიან საზოგადოებას, რომ ესეც სანახაობრივი იყოს, რა თქმა უნდა, თორე რა თქმა უნდა, ხა ეს არ დაიმალება და ისედაც მათთვის რაღაცნაირად მოღალატე სტიკერის მიწებება, ეს არის ყველაზე უფრო მარტივი გამოსავალი, როგორც პროპაგანდა ხარშავს ხოლმე, არა, როგორ დამალავენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამას ჰქონდა პირველი ისტორიული დატვირთვა 2008 წლის რუსულ სამხედრო აგრესიაზე, ამას ჰქონდა ისტორიული დატვირთვა ასევე ჩვენი ხელისუფლების პირობებში ძალიან სერიოზული ევროატლანტიკური, თქვათ, რაღაც მისწრაფებების და ძალიან დიდი გარღვევის ისე დაკნინებულად წარმოჩენისთვის, რომელიც თუნდაც რა ვიცი, ამ თვეების განმავლობაში წულუკიანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი და რა ვიცი, მთელი ქართული ოცნების რეჟიმის მრავალმა წარმომადგენელმა და ამიტომ ის კი აი ივანიშვილი,
რომელიც თავისი ბანდიტური რუსული რაღაცნაირად მეთოდებით ადამიანს, რომელსაც ალაფავს აძლევს კორუფციული სქემების სახით და შემდეგ ამ ადამიანს თვითონვე აგებს მახეში, ხო? იმიტომ რომ ეს შიდა გადანაწილებები, რომელიც აქვთ, არავის არ უნდა ეგონოს ქავტონდიანა, რომ რაღაცნაირად კობახიძესთან მთელი მონოპოლიზირებული ხელისუფლება მოიყრის თავს, იმიტომ რომ ესეთი დაუშვათ ჩაშლა და ღარიბაშვილი არ იყო რიგითი ფიგურა, ეს არის ადამიანი, რომელსაც რაღაცნაირად ქორ მხარდამჭერები ყავდა შემორჩენილი, განსხვავებით სხვა თქვათ მაღალი თანამდებობის პირებისგან. ამიტომ კი შემონახული აქვს ახლა ლუაშვილს წაუყენებენ ბრალს, ლუაშვილს მიიყვანენ სასამართლოზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, სანახაობრივად და პროპაგანდისტულად ამ ესეთ თქვათ რაღაც სამარცხვინო ბრიფინგს პაპუაშვილის, რომელიც რამოდენიმე თქვათ საათის წინ გაიმართა, ეს არის ჩვეულებრივი ამის ასე ვთქვათ რაღაცნაირად ლოგიკური ჯაჭვი. და მესამე რაც მე მგონია რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა საინფორმაციო კუთხით ვამბობ ახლა ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ პარტნიორებს ესმოდეთ თუ რა ეტაპზეა ქართული ოცნების რეჟიმის მმართველობა და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ საუბარი იმ ადამიანებზე და მათი მხარდაჭერა ვინც არიან ციხეში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ რამხელა თქვა დაწვრთვა აქვს ამას რუსეთისთვის და ასევე ის თემები რომელიც სანქციებთან ძალიან ახლოს არის კავშირში ხო მე ასევე ძალიან სერიოზულ თემად მივიჩნევ მე ვწავლობ ამ თემას უკვე მრავალი კვირაა სხვა შორის ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ეს ინფორმაციები მე და ჩემი უკრაინელი მეგობრების ხელში აღმოჩნდა ეს არის აი ყულევის ქარხანასთან დაკავშირებით გადამამუშავებელ ქარხანასთან უბრალოდ ტერმინალთან დაკავშირებით ეს გადამამუშავებელი ქარხანა ჯერჯერობით საბოლოოდ ესე არ არის გამართული მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია რომელიც თქვათ ერჯერადად რუსნეფტის ნავთობის შეტანაზე ძალიან ოფიციალური უწყებები ამბობენ რომ ეს არ იყო სანქცირებული მე ამაზე გავაკეთე ძალიან ვრცელი განმარტება იყო თუ არა სანქცირებული თვირთი პირველ რიგში ხატიასთან მაგრამ შესაძლებელია ეს 1500-ში მოხდეს ის კაიზერიც რომელიც შემოვიდა თქვა საქართველოში ასევე რუსნეფტი რომელსაც ბეძინა ივანიშვილის მიმართ აქვს ძალიან ლოიალური დამოკიდებულება უბრალოდ ბეძინა ივანიშვილი არის ვალში გუჩირევთან რომელმაც დაარსა თავის დროზე ძალიან დიდი ხნით ადრე რუსნეფტი ამ თემებზე თქვენ გილაპარაკიათ მათ შორის ჩვენს ეთერში ხატია თქვენ ფიქრობთ რომ დღეს პარტიის თვის განაჩენის გამოტანა არ არის იმ ტიპის ამბავი რომ ეს იყოს რაღაცა დღეს თავარი თემა როგორ შეიძლება დაუპირისპირდეთ რა შეიძლება ამას დაუპირისპიროთ ზოგადად ვამბობ რომ არსებობს ძალიან სერიოზული რეჟიმის მამხილებელი ძალიან სერიოზული მათი საწინააღმდეგო ფაქტობრივი მტკიცებულებები მათი არამხოლოდ თქვა კანონგარეში ან კორუფციული საქმიანობის არამედ მართლაც სანქციებიდან თავის არიდების კონტექსტში რამაც შეიძლება ბეძინა ივანიშვილამდე საერთაშორისო ძალიან სერიოზული სანქციების ტალღა გამოიწვიოს და ჩვენ აქეთ მივდივართ და მე არ დამივალავთ ეს რომ ივანიშვილის დასანქცირება ფინანსური სანქციები მათ შორის რუს ოლიგარქებთან კავშირით ეს არის ამოცანა ჩემი მათ შორის ერთ-ერთი და ძალიან ბევრი ადამიანის იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი და სწორედ აი ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს რომ ეს სანქციები თითქოს აირიდოს მე ვერ აირიდებს მე ვთქვათ აიხლართ აი ამ ნავთობის და შემდეგ წამოეწია ამერიკული სანქცია ამიტომ სერიოზული თემები ძალიან ბევრია მე მგონია რომ ისედაც ღარიბაშვილი კორუფცია ლილუაშვილი რამოდენიმე ასეული მილიონობით ლარის ამოღება ეს ყველაფერი იმდენად სერიოზულია და მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვის რომ რა თქმა უნდა რაღაცნაირად ახალი პროპაგანდისტული თქვათ გამოფრქვევა ინფორმაციის მათთვის არის ძალიან სერიოზული პროპაგანდის საკვები და ეს პარტიების თემა თქვენთვის ამ ტიპის თემაა ხატია შეიძლება არც იყოს ის ლოგიკურ ფინალამდე არ მივიდეს უბრალოდ ეხლა ყურადღების გადასატანად ამ პროპაგანდის საკვებად იქნეს გამოყენებული? არა, მე ვფიქრობ ხა საკონსტიტუციოზე როგორ გითხრათ, ახლა ჩვენთვის საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ამ შემთხვევაში ჩალის ფასი, ხო? ანუ რასაც გადაწყვეტს ბეძინა ივანიშვილი, ესე იქნება. უბრალოდ მე მინდა იმის თქმა და მე ვფიქრობ, რომ საკმარისად ისე არგუმენტირებულად შეგვიძლია ეს, ვთქვათ, ჩამოვაყაროთ
ლიბოთ რომ ძალიან ბევრი სერიოზული რეჟიმის განხილებელი თემებია, რომელზეც ჩვენ უნდა ავაგოთ მათ შორის საინფორმაციო კი ბატონო, და არა პარტიების ყოფნა არ ყოფნის საკითხზე ლეგალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ეს არის, რა თქმა უნდა, ის ნაწილი, ვთქვათ, დიქტატურის, რომლის გაფორმებასაც ბედინა ივანიშვილი ძალიან დიდი ხანია ცდილობს. ეს არის ის ნაწილი, რომელზეც როგორც გითხარ, მე პირადად შარშანდელი არჩევნების შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცნაირად ესეთი, ვთქვათ, ლეგალურ სივრცეში, ჭრალებში ლეგალურ სივრცეში მსგავსნაბიც ქართული ოცნების რეჟიმი აუცილებლად გადადგავდა. დაპირება იყო წინასაარჩევნო. რაღაცნაირად შესუსტებ და ხო, დაპირებაც იყო, ხა ესე აკრძალვის საკონსტიტუციომდე არ იყო, თქვა რაღაცა ესე გაშლილა წარმოთქმული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად, მათ შორის პროპაგანდას, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან და თქვა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ესე თქვა ღია რაღაცნაირად პროპაგანდისტულად ძალიან დიდი ხანი ბრძოლის რაღაც ესე ბელის შექმნით ცდილობს, ეს ჰუმანიზაციით ეს ახალი არ არის, ხო? ეს მუშაობდა, ხშირად იმუშავა, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სასაუბრო იმაზე, თუ როგორ შეიძლება რეჟიმი თვითონ იზოლირებული რეჟიმი ეხლა მართლაც ნამდვილად არალეგიტიმაციის პირობებში დავაზიანოთ. კიდევ უფრო მეტად და კი ივანიშვილის დაზიანება არის ძალიან სერიოზული ამოცანა. ეხლა სხვა მხრივ ქალტონდიანა მე როგორ უნდა ანგრძალოს რეჟიმას? სხვა შორის ესეც არის ფაქტი, აი დავასრულებ თუ შეიძლება ორი სიტყვით, რომ აი რაღაც სიაზე იყო საუბარი, სახელზე და გვარებზე იყო საუბარი, როგორ გააკეთეს, რამდენიმე შეიძლება არა შეიძლება დროში გაწელვაზე იყო იქ რაღაც დროში გაწელვაზე ალბათ უფრო მერე გათილებით რთული იყო იქ ქართულ ხოცების ძალიან დიდი ნაწილი რა ვიცი ჩვენი ხელისუფლების პირობებში მე მახსოვს დეპუტატები იყვნენ და ძალიან ბევრი ადამიანს ხო ანუ ესეც ბევრი რაღაცა შეიძლება მათთვის ესე პატარ-პატარა დაბრკოლებები ყოფილიყო ამიტომ მე ვფიქრობ რომ მთავარი მისია მათთვის იყო რაღაცნაირად ანგარიშის ჩაბარება და ისტორიული რაღაცა სulis გაკეთება მაგრამ ასევე მინდა ვთქვა რომ ესეთი არალეგიტიმაციის პირობებში რაღაცა გამოსცემენ თუ რაღაცა აქტში ადგენენ განსაკუთრებით ამას ჩემთვის პირადად გაცილებით უფრო სხვა მოვლენებს და გაცილებით უფრო სხვა მიმართულებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვიდრე ამ რაღაც არალეგიტიმაციის მათი მხრიდან არალეგიტიმურ აქტს. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა ხატია დეკანოიძეს, რომელიც ჩვენ კითხვებს პასუხობდა რეკლამის